თაობების ომი. ეს არის ვისკის მოყვარულთა კლუბი, ლევან ჭედია, მე დავით ველიჭანა. მავანნი ამბობენ, რომ Highland Park-ს სითხეს თავის ძველი დიდება ხომ არ დაუბრუნდაო. ნახოთ. ჩვენ ადრესს ჩავწერეთ თაობების ომი 12 წლიანი Highland Park-ს ერს და ავს იქ რაც მოხდა. კი. ეხა იქნება მოყვარისთვის განკუთვნილი ვიდეო გამოგვივიდეს. ნახოთ, ანუ ერთი დადებითი უკვე არის. დადებითი არის ის, რომ ის საშინელი ნაიარევიანი დიზაინი, ხო? Vikings cars, რასაც ეთქვენ. ის დიზაინი აღარ აქვს Highland Park-ს და გულისხმობ? ხო, აი ეს. ანუ ეს არ მოგწონს ეს რაღაცა. არ მომწონს. ისინი რა, სვირინგები. სვირინგები არ არის, ეგ არის ნაიარევი, Vikings ნაიარევი. სვირინგი არა, იარების გაკეთდება სვირინგი. ტატუ არის ისა, დახატული. ხო. სვირინგი არის შრამებით რო კეთდება. ხო, აი ჭიჭრიდნენ, ძველი სვირინგი რაც იყო. მაშინ ეგ არის. ხო და ეგ არის, ხო აი ჭრილობების შეხორცების. ესენი ეს ხუთი კარგად იცით ძველი, ამას მოვაშორებ, მოწყენილი გვაქვს. ეს განვიხილოთ. აი ზუსტად ძველი ბოთლი არის დაბრუნებული, მარტო ლოგო არის და შესული არის რა, ნახე. ბიჭო, ძველი არა, ის კაბა ბოთლია მაინც. ხო, კაბა. კი. ფორმა კი, მაგრამ ნუ აი ვიზუალურად ხო, გასუფთავებულია და ერთადერთი ეს ლოგოა დარჩენილი. ხო, როგორც ადრე ქონდა, მაგრამ სრულება ნახე არის ადრე ეწერა Highland Park Scottish Product of Scotland. ეხლა წერია Product of Orkney. უყურე შენ? ხო და მაგათ ხო აქვს პრეტენზია რომ Orkney ნორვეგიას უნდა შეუერთდეს. რაღაცა წუდი წევს. ხო. ნორვეგიული ვისკი ვსვათ მე Highland Park-ის სახით. კიდე კარგი ამბავი, ნუ კარგი რა, მე როგორც მომწონდა ადრე ისევ იმას დაუბრუნდნენ. Highland Park-ი წერია გაცენტრულად, ანუ პარკ არის ცენტრში დაწერილი და აქ აქაც გასწორებული იყო მარცხნივ. ხო, მარცხნივ იყო გასწორებული. ეგ ნაკლებად მაწუხებდა სიმართლით რა, ბოთლიკი ეგ მირჩევნია უფრო სუფთავიდრე ამდენი სვირინგიანი და ყუთიც ეს უფრო მომწონს რომ არ მოგატყუო რა, იმიტომ რომ ის ძალიან კონტრასტული იყო, აი მან შეადარეთ თქვენი თვალითაც ნახეთ, კონტრასტული იყო. ცუდი არ არის თითქოს ესეც, მაგრამ ეს რაღაცა old school მარტივი, უფრო კარგად აღსაქმნელი დიზაინები უფრო საჩემოა. კარგია. მოკლედ ეს გარეგნული ცვლილება მე მომწონს. ეხლა შინაგანი მთავარი შიგნით რა იქნება და რა თქმა უნდა რახან ის არის თაობების ომი, ანუ მაშინ ჩვენ ის ძველი რომელიც ძალიან მოგწონს, დღემდე მოგწონს და გვიყვარს და ვაღიარებთ რომ თხელი, მაგრამ ძალიან ბალანსირებული კარგი ვისკია, რომელიც შეიცვალა ამით და ძალიან ბევრად გავბრაზდით ამის გამო და ბევრი ვიჩხუბეთ და ვიფურთხეთ. ხო და ეხლა გამოვიდა კიდე ახალი, ანუ ეს უკვე ძველი, ეს უკვე ახალი აღარ არის და ის არის ახალი. ამით უნდა დაგვეწყო მე ლაპარაკი და ეხლა პირიქით გამოგივიდა, მაგრამ საცობი შეუსრულეთ გაათეთრეს, ნახე, ახლა ხო საცობში. საცობი ხო? ლოგო დაახატეს H-ი დიდი. კაია საცობი. მან საცობზე ლოგო არის. просто ისე წერია რა ქვია, წელი დაარსების. თუმცა ბოთლის ყელი ერთნაირია, ასე რომ არ შეგვეშლება ეგ ამბავი. ის დარჩა ხო, ეს მოტრიალები ხო აქვს. აი ძალიან მომწონს რა. ეგ მომწონს, აი წარმოუდგენლად ძალიან. ამას აქვს და Glen Roths აქვს და კიდე რას აქვს? მეტი არ მასოზებირად. იმიტომ რომ ხო, ეგ არის. საცობი რომ არის და მე კიდე აქ პატარა ის აქვს, ხრახნი. კაპ და თან მოეჭიდა ხრახნზე რა და ძალიან კარგია მოკლედ ეგ ამბავი. დავატრი, საცობები არ გვინდა. ჩვენ მოსაცობენ ჩავდოთ. თავი მოუკლათ რომ არ დავაქციო რა, რა ვიცი მე არ წამეყირავდეს ან რაღაცა. და მე საცობი მოხსნა და ისე დავატრიალოთ რომ გამოგვივიდეს კარგი ბლაინდი და ვნახოთ ნეტა მე სუნერვი ისე ნერვიულობ გეგონა ჩემ ბიზნესი იყოს კაცო გადავირი ან რაღაცა ის მქონდეს რა ქვია ჩადებული ფული ამაში რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცა კარგი იქნება ძველ 12 წლიანს დაუბრუნდებიან გემოზე მაინც რა გემოზე ხო რაღაცა იქნებ უკეთესი გამოვიდეს რა გადავკვანძე ეს მე მგონი ცუდად თუ არა რატო გაკვანძე ვაფშე მოგეჭირა უბრალოდ არა არ გამიკვანძე ლაითად არის ხო ეხლა მივხვდებით რომ ხო ერთნაირად იყოს მე არ ვიცოდი შენ თუ ეგრე აკეთებდი მე მგონა გადაკვანძავდი ჩვენ ბოდიში დრო დავკარგი ჩვენი ძვირფასი დრო მაგრამ არა უშავს ცოტა ხანი მარტო ეს გავაკეთო შეო ესე ხო ესე ხო აჰა რა всё ერთად იგი всё აი მიხედე იქით აბა ძალიან ნერვიულობ ძალიან რა ხო ან მეც მინდა რა რაღაცა 10-დან 9 შემთხვევაში არის ხოლმე რომ ძველი სულ ჯობნის ხოლმე ახალს და არ მომწონს ეგ ამბავი რა ეხლა ძველმა თუ ძველმა კი არა ეხლა თუ ახალმა აჯობა ამ ვიკინგებს ხო მაშინ ესე იგი ზოგადად ვისკის ინდუსტრიას გამოსწორების გზაზე დგება? არა, მაშინ ეს ახალი უნდა შევადაროთ მე ვიკინგების წინანდელს. აუ, კიდე ერთი თასკი დაგვემატა? აი, გოყოთა ხაზავით. აქეთკენ ესა. მოიცი გისვის ხამთი. შენ გისხამ შენ ხო. აქეთ მარცხნივ. არა და პირველი ვიდეო. არა, ხო. მგონი იგივე დოზა დაკისრა.
всё, ეგ არის. აჰა, თავი შეგვიძლია მოუჭიროთ, ავწიოთ და დავიწყოთ. აგერ თქვენ ორი ბოთლი. რომელიც არ ვიცით და დავიწყოთ მარცხენას დასუნვით ვნახოთ. რა ხნა ჰაილენდ პარკმა. აბსოლუტურად ერთი და იგივე ფერია. ფერი ერთი იყო ზემოდანაც ეთყობოდა, ამიტომ აღარ ავწია. ცოტა მუქია მეორე არა, ერთია. ერთი. ზეთოვნებაც ერთნაირი. სისქევით ჭიქაზე დალექილის მხრივ. ხო, ესე მე სხვაობას ვერ ვატყობ ახლა. ზუსტად ერთნაირად რჩება ის რაღაც. ხო, წლები ვნახეთ და დიდი სხვაობა არა, წლებში 2-3 წელია სულ ბოთლებს შორის სხვაობა, ასე რომ. ხო, ეს ახალი იქნება 25 წელი ალბათ. ეგ 25 წელი და ის მთლად ბოლო გამოშვება არ არის, მაგრამ ბოლოსკენ გამოშვებულია. აი, აბა. მე მომწონს ბიჭო ცხვირზე ეს არა, ეს ახალია დავიჯერო ახლა და მომეწონა. მეტი გოგირდი იყო ახალში. იმაში ახალი ვიკინგებში ხო? ხო და მეს მომეწონა ეს. ხო და ვიკინგები დავიჯერო ეგეთი კაი იყო. იცი რა, იმ ვიკინგებამდელ ჩემს ყოველ 12 წლიანს წააგავს. წააგავს ხო, მაგრამ ცოტა მტრიანია უფრო და უხეშია ხო? ოდნავ უხეშია, ოდნავ უფრო მეტი. ანუ ოდნავ უფრო უხეში ტორფი აქვს და ოდნავ უფრო ნაკლები შერი აქვს. ხო, კი ბატონო. ამა მეორე ნახოთ. აქ გოგირდებს კი, აქ არის გოგირდი კი. უფრო მძაფრად წამოვიდა ყველაფერი, მაგრამ გოგირდიც გარეულია რა. ხო, ცოტა კი არა და კაი მაგაც არის გარეული. ხა იმას არ ეთყობა გოგირდი ეგრე ძალიან. ამას ეთყობა. ეხლა ლოგიკურად ვიტყოდით რომ ეს არის თქო ახალი რაც უფრო ახალი მით უფრო გოგირდიანია ხოლმე, მაგრამ რა ვიცი. მაგრამ იმის დაჯერება არ მინდა რომ ის ვიკინგების მომეწონა. ამორში ახლა ეს ცალსახად ჯობია გაცხვირით. უი, ეს მარტო გოგირდი დარჩა. კი, გოგირდია ეს. ანუ ჩვენგან მარცხენ ეს ბოთლი ცხვირზე გაცილებით უფრო მოგწონს, იმიტომ რომ ძალიან მარტივი მიზეზის გამო რა შეფუთული არ არის გოგირდის სუნში, ამას ძალიან დაკლავს გოგირდის სუნი, რომელიც აერაციაზე შეიძლება ცოტა გავიდეს, მაგრამ ბევრი არაფერი და ეს გოგირდის სუნი მე ჭამს იმ რაღაცებს. იმ ბუკეტს რაც უკან არის და საერთოდ ვეღარ ვგზნობ იმ გოგირდის გამო და ნერვები მეშლება და ამიტომ მოიცადე ხო, ეგრეა, ძალიან უფრო თხელი სუნიცაა, კაი გოგირდის უკან რაც მოდის, ეგეც უფრო თხელია. არა, ეს ჯობია, ეს ასკარად ჯობია ცხვირზე და რავი, ახლა ავსინჯოთ რა. კაი, იმით დავიწყოთ დასინჯვა, ხო? გოგირდით? აკეთეთ. კარგით. ცხვირზე რომელიც კარგია. ცხვირზე კარგი. მოდი, აბა. იმიტომ რომ მეორე ყლუპი რომელიც არ მოგვეწონა, იმას უფრო მეტი შანსი მივიცეთ. აგზნებულ რეცეპტორებზე უფრო ის არის ხოლმე ადვილი გასაგები. კაი. გემოთხელი აქვს. ყველაფერი თხელი აქვს. სიცხარი აქვს, მაგრამ ცოტა აქვს, სიტყვა აკლია. ისე არ გემოზე კიდევ უფრო ნაკლებად წააგავს იმ ძველი 12-იანს რა. კი, არა, ის ძალიან ის იყო კაცო. სულ სხვანაირი იყო. სიტყვა აკლია და ის ბუკეტი რაც მოგწონს ჰაილენდ პარკში, უკან არის ძალიან რა და აი იმ ბუკეტში რო ვიღაცა წყალი ჩამონატოს აიგეთია რა. ხო. ასე რომ საშუალო ფინიშტოვებს და სიტყვის მხრივ საშუალოზე მოკლეს, უბრალოდ სიცხარე დამჭა მეტი არაფერი. მაგრამ წავა რა. ხო, მაგრამ კაი ნახოთ მეორე. აბა ვნახოთ ახლა ეს. ო, წარიელი გოგირდია. დააყარს. წარია. ამას იმ წარია. და ტორფი აქვს უფრო მეტი არაფერი. წარია და ტორფი აქვს. გემოს ძუარესია. გემოს ცუდია. აუ, ეს არის ცუდი ვისკი. არ მისემონა. კი. უი. აუ, წარია, ის ხარი მაინც იყო ბიჭო. ხო. ამას იმ წარია დაკარავს. ამასთან შედარებით ეს ახლა ძალიან კარგია. შედარება არ არის, ცალსახად მოუგო. კაი გავხსნათ რა, მაგრამ ნერვები აღარ მაქვს. დამაწყმა ნერვები რა. ცალსახად ჯობია ეს ვისკი, რომელსაც მე ვხსნი ახლა და რომელი აღმოჩნდება ეგ არ ვიცით. აუ, ანუ გაუარეს და. კიდე უფრო გაუარეს და მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ამ ორში რო ეს მოგვეწონა, ხო წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. საერთოდ გააბანძ ეს რა. აი იმენა კასრის ნარეცხი ჩაასხეს ამაში რა. პუი, რა გირდა? იგივე ღირს 40 евро. გაძვირებულია ეს 38-27-ად იშოვებოდა ხოლმე და ეს ახალი დიზაინით უკვე 1-5 ევროთი გააძვირეს რა. როგორც ყოველთვის ახალი დიზაინები 5-6 ევროთი ზრდება ხოლმე, გააჩნია 50 ევროს ფარგლებში თუ არის და თუ 100 ევროს ფარგლებში 10-15 ევროთი ზრდება ხოლმე. ეს ახლა მეჩვენება რომ კარგი ვისკია. ეს ახლა იმის ფონზე კარგი ვისკია. აუ, რა საშინელებაა ეს არის აი. არა, ეს არ დაილევა ხალხო, განებით თავი არ იყიდოთ არსად რა. ჩაუწვეთ ტავარი თუ როგორც არის ხოლმე რა ვიცი ეს რა. ძალიან გაყურებული ვარ.
ვაიმე როგორ გააბანძეს ტალისკას არ უკადრია ეგეთი რაღაცა ბიჭო ის კიდე დაილევა ის აწლიანი ახალი ტალისკანი ეს არ დაილევა იმენა ვა არ იყიდოთ ძალიან ნაწყენი ვარ ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნუ ხო მაგრამ შევეშვათ რა ეს ძველი და ეს რო შეგვედარებია ხო და ეგ თასკი მოგვაქვს აღარა ეს საჭირო ხო გადარჩა ერთი ბოთლი ძველი გახსნას რომელიც საცლევანი როგორც გურიაში ამბობენ მუმიათ ინახავს ხო ნუ დასავლეთში ზოგადად ეგ იყო ძალიან ტრაგიკული ვიდეო არ იყიდოთ არა ხალხო ფასდაკლებულიც რო იყოს აი 30 ევროს რო კიდეს არ ღირს. დამიჯეთ 30 ევროს იყიდი რამე სხვას რა. აი მართლა ამ დონის ვისკია რა. ალბათ ხო, აი ეს არის Highland Baron-ი, რომელიც ფასდაკლებით შეგიძლიათ 16 ლარად შევიძინოთ. მე 16 ლარად შევიძინე, არ ვიტყვი სად. არ ვიცი, აი არ ამგონი ეხლა რომ ეს გავხსნა და დავისხად რამით ნაკლები იყოს მეტი თუ არა. იმ წარია და გოგირდის სუნია, მეტი რა უნდა. მეტი რა უნდა დააშაოს. ვისკისა გოგირდის სუნი ყარს თავის ბუკეტი არის ტრაქში რაღაც გადაწეული ტუდაა დიახა და ძალედან წარია. ვაშლის კურკის გაკვნეტის როგორც ლევანმა მოიფიქრა. გავბრაზდი ხა, გინებაც დავიწყე. გავთიშოთ რომ თორე კიდევ არის. წავედი. კაი, არ იყიდოთ არა. 25 ევროდაც არ იყიდოთ, რამე სხვა იყიდოთ. მაგრამ გამოიწერეთ არხი, რომ იცოდეთ რომ არ იყიდოთ. რომ არ იყიდოთ, ხო. ისევე ამას მიაწექით ამ თუ სამე შემთხვევით აღმოაჩენთ ძველს. ხო. აბა. აუ ეს რა? ძალიან ცუდი ვიცია. ვერ არიან ესე. ვაი, დაუხმეს ვისკის თო. მერტოჩე.